მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, კლინიკაში, რომელიც ლიდერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად აღმოსავლეთ ევროპაში და ძალიან საინტერესო აპარატზე მინდა გესაუბროთ. ეს გახლავთ ეკოენდოსკოპიის აპარატი EU-MIS3, რომელიც არის ბოლო თაობის და არის ერთადერთი საქართველოში. უფრო დეტალურად ამ აპარატის შესახებ ჩვენს შეკითხვებს პასუხს გასცემს ექიმი ენდოსკოპისტი ბატონი შალვა სამხარაძე. მოგესალმებით ბატონო შალვა. მოკლედ, აი პოპულარულ ენაზე რო აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მსმენელს, რომ გავიგეთ რომ ეს არის უკანასკნელი მოდელი, გავიგეთ რომ ერთადერთია, ხო, მაგრამ აი რა უპირატესობა აქვს მას? ენდოსონოგრაფი არის აპარატურა, რომელიც იყენებს ენდოსკოპიის და ულტრაბგერის ერთობლიობას. ასე რომ ვთქვათ, ჩვენ აპარატი მიგვაქვს გამოსაკლევ ორგანოსთან უშუალოდ ახლოს და ამის გამო ულტრაბგერის მაღალი სიხშირეების გამოყენებით ხდება ორგანოს კვლევა, რის გამო ჩვენ უფრო ხილვადი არის ჩვენთვის გამოსაკლევი ორგანო. რა წარმონაქმნი იქნება თუ რამე იქნება, მისი გავრცელება, მისი ჩაზრდა გარშემო ქსოვილებში, ლიმფური კვანძები, ასევე შეგვიძლია ბიოპსიის აღება ამ წარმონაქმნიდან თუ დავინახოთ მაგალითად. საერთოდ ითვლება ოქროს სტანდარტად პანკრეასის დაავადებების დიაგნოსტიკაში. იქნება წარმონაქმნი თუ ქრონიკული პანკრეატიტი, ამ მწვავე პანკრეატიტი. კიდევ რა პათოლოგიებია? აი მაგალითად ნაწლავის პათოლოგიებზე თუ არის ინფორმაცია? კი, ეს არის ერთადერთი მისი უნიკალურობა არის იმაში, რომ არის ერთადერთი მეთოდი, რომელიც კუჭნაწლავის და საყლაპავის კედლის შრეებს გვანახებს. და ამით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, თუ არის კუჭის წარმონაქმნი, შეგვიძლია მისი ტესტადირება მოვახდინოთ, ან დავინახოთ რომელ შრეში არის ჩაზრდა, თუ კუნთოვანი შრე, სეროზული შრე, გარშემო ორგანოებში არის თუ არა, ამით ტესტადია დავადგინოთ და შემდეგ შევარჩიოთ უკვე მკურნალობის სწორი ტაქტიკა. ხელოვნური ინტელექტის ჩართულობაზეც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ შეუძლია ასე ვთქვათ იწინასწარმეტყველოს, ხო, რომ ჯერ პათოლოგიური პროცესი არ ჩანდეს, მაგრამ რაღაცა ყალიბდება, ხო? აი ამაზეც რო გითხრათ რა. კი, ეხოსკოპიურად შეგვიძლია, ამას აქვს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ეხოსკოპიურად შეიძლება მიგვითითოს, არის თუ არა, ვთქვათ, წარმონაქმნი ვარაუდით ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი ჩვენი კვლევის დროს. შეგვიძლია ეს დაგვანახოს. შესაბამისად, ადრე დასული დიაგნოზი და უფრო მომზადებული ხდება ამას პაციენტიც, ექიმიც და უფრო აადვილებს მკურნალობას და აუმჯობესებს დაავადების გამოსავალსაც, ხო? და ბიოპსიის აღების სწორ განაწყვეტილებას გვაძლევს. კარგით და ალბათ შეგეკითხებოდნენ ახლა პაციენტები და მე მათ შეკითხვას დავსვავ, თვითონ პროცესი როგორ მიმდინარეობს, ანუ რამდენად უმტკივნეულოა და ნარკოზით თუ კეთდება? კი, რა თქმა უნდა, კვლევა ყოველთვის კეთდება ინტრავენური ანესთეზიის ქვეშ, ნარკოზით დაძინებით პაციენტი ვერაფერს ვერ გებულობს საერთოდ. და ჩვენც ექიმიც წნარადვაც, ასე რომ ვთქვათ, წნარად შვიდად ვატარებთ კვლევას და პაციენტიც ვერაფერს ვერ გებულობს. მისთვის ასეთ სასარგებლო კვლევას წნარად შვიდად ხომ ალბათ შესაბამისი მომზადებით, ხო? ეს იქნება ნაწლავის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამ დეტალებზე ახლა აღარ შევჩერდებით. უკუჩვენება თუ არის რამე დაუშვათ ამ კვლევის ჩატარების? უკუჩვენება არის, აი როგორც ჩვეულებრივი გასტროსკოპიის კვლევის უკუჩვენება არის, აი რამე ანატომიური დაბრკოლება. თქვათ, სტენოზი არის, საყლაპავის სტენოზი ან დივერტიკული ან რამე, რო ჩვენ ვერ ვაკეთებთ, ანუ ზონდი ვერ გადავყავს, ასე რომ ვთქვათ, კუჭში რა. აი ეს არის დაბრკოლება. თორემ არანაირი ქრონიკული დაავადება და ასე შემდეგ ეს არის. კარგი, კიდევ რა მაინტერესებს, იცით, თქვენ ბიოპსია ახსენეთ. და აი ბიოპსიის გარდა ენდოსკოპიური მცირე მასშტაბის ოპერაციების ჩატარების საშუალებას თუ იძლევა? კი, მცირე და დიდი ოპერაციებისაც ჩვენ მაგალითად პანკრეასის ქრონიკული პანკრეასის კისტა, როდესაც ყალიბდება, ჩვენ შეგვიძლია მისი დრენირება გავაკეთოთ. არის მაგის სტენტები სპეციალური და შიგნიდან დავადრენიროთ, რომ ეს დიდი ოპერაცია ავაცილოთ პაციენტს ავარიდოთ თავიდან. შეგვიძლია ასევე ხოლიდოხის დრენირებას გავაკეთოთ და თქვათ გარედან დრენირებას ავაცილოთ თავიდან პაციენტს, როდესაც გარედან დრენირება უკეთდება და მე ნაღველს სვამს ხოლმე პაციენტი და ამით იტანჯება რა. ჩვენ შეგვიძლია ეს თავიდან ავაცილოთ, შიგნიდან გავაკეთოთ დრენირება და პაციენტი ასე რომ თქვათ კარგად იქნება. წარმონაქმნები, დისკომფორტი ონკოლოგიური პაციენტი მოხსნილია. კარგით და ბოლოსკენ, ანუ როგორ უნდა მოგმართონ პაციენტებმა, ანუ პირდაპირ თქვენთან დაუშვათ, მე თუ მაქვს რაიმე დისკომფორტი ან რაიმე სიმპტომატიკა, რას უნდა მივაქციო ყურადღება, ანუ რა არის საგანგაშო თქვენთან მოვიდეთ, თუ ჯერ
უნდა მივიძეთ და ოჯახის ექიმთან, გასტროენტეროლოგთან და შემდეგ მოვხვდებით თქვენ. კი, აი ეს კვლევა არის მეორადი დიაგნოსტიკის კვლევა რა. ჯერ უნდა მივიდეს თქვათ გასტროენტეროლოგი იქნება ონკოლოგი ან თუ რამე დაუდგინდა თქვათ მუსლის ეხოსკოპიით. შემდეგ ხდება კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურიზმის ტომოგრაფია და აი იმის შემდეგ უკვე დაზუსტებისთვის და უკვე სრულად დიაგნოზის საბოლოო დასმისთვის და სწორი ტაქტიკის განსაზღვრის კურნალობის კეთება უკვე ეს. ანუ ეს არის ბოლოს საფეხური, მე ვიცი ხოლმე თქვა რომ ნაფიქრი კვლევა, ანუ ერთი რაღაც მონაცემები გვაქვს, რაღაც შედეგები გვაქვს სხვადასხვა კვლევის და ამან უნდა დასვას ბეჭედი. ამ აპარატმა უნდა დასვას წერტილი. მოკლედ მგონია რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, მე პირველ რიგში უსურვებ ყველას ჯანმრთელობას და არავის არ დაჭირდეს არანაირი აპარატი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება და თუ კი ეს სიმპტომატიკა იქნება, ოქროს სტანდარტია, ერთადერთი გახლავთ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით საქართველოში და უნდა მიმართოთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩემს რესპონდენტს, ექიმ ენდოსკოპის ბატონ შალვა სამხარაძეს. დიდი მადლობა. მეც მადლობა ბატონ.